საგამოცდო ჯგუფს წელს განსაკუთრებით განსხვავებული დავალებები მოგვეცა. ერთ-ერთი ასეთი დავალება იყო ფოტო გადაღება ტელევიზიის ეზოში. და როგორ მოგეწონათ ეს პროექტი? მადლობა საინტერესო კითხვისთვის. პირველ რიგში მოგესალმებით. მე ვარ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს მესამე კურსის საიტის ჟურნალისტი ნინი პაქსაშვილი. დღეს კი ჩვენი დავალება იყო გადაგვეღო 10 საუკეთესო ფოტო, რომლის შინაარსიც იქნებოდა იმედი, უიმედობა და შთამომავლობა, იგივე მომავალი. დღეს კი ჩემი რესპონდენტი იყო მარიამ ბაზაძე და დაელოდეთ ჩვენს ფოტოებს. სამივე უნდა გადაგვეღო და შესაბამისად სამივე თემაზე მაქვს გადაღებული ფოტოები, რომლისგანაც აირჩევა 10 საუკეთესო და ჩვენს საიტზე გამოქვეყნდება. დაგვევალა, რომ აგვერჩია ჩვენი კურსიდან ერთი მოსწავლე და ბუნებაში მოგვეწყო ფოტოსესია. ამისათვის მოგვეცა 1 საათი. ფოტოების შინაარსი კი უნდა ყოფილიყო შემდეგნაირი: იმედი, უიმედობა, მომავალი. მესამე კურსელმა ნინი პაქსაშვილმა საინტერესოდ მოსატანი მასალისთვის შეარჩია მარიამ ბაზაძე და პირიქით. სანდრა ბაღაშვილმა კი მეამისჯია რესპონდენტად. მარიამ ბაზაძე, ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს მესამე კურსის ჟურნალისტი. დღევანდელი ჩვენი დავალება იყო აგვეღო 3 თემა: იმედი, უიმედობა და მომავალი და ამ თემებზე გადაგვეღო ფოტოები და აგვერჩია 10 საუკეთესო ფოტო. მოგესალმებით, ახლა ჩვენ ვიწყებთ ჩვენ გადაღებას ფოტოებით. ჩემი რესპონდენტი არის გვანცა და დავიწყოთ ჩვენთან ერთად ფოტოების გადაღება. ჩვენი დავალება იყო გადაგვეღო 10 საუკეთესო ფოტო, რომლის შინაარსი იყო მომავალი, იმედი და უიმედობა. და ახლა ჩვენ ვასრულებთ თან დავალებას თქვენთან ერთად. საინტერესო ხებები გავუზიარეთ და სტუდიას მივაშორეთ ფოტოების ასარჩევად. სიუჟეტზე მუშაობდი მე, მეოთხე კურსელი ჟურნალისტი გვანცა ტატიშვილი. გვიყურებთ.